გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულებს რეჟიმი ციხეში უშვებს. ამ დრომდე იზოლატორში 14 პირი იმყოფება, მათ შორის 3 ტელეკომპანია ფორმულას წარმომადგენელია. ოცნების მოსამართლის განაჩენს ელოდება რეჟისორი გიორგი თავარდქილაძე. ქართული ოცნების ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით გზის გადაკეტვა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორების შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ნანო ჩაკვეტაძე უერთდება სასამართლოდან ფორმულას პირდაპირ ეთერს. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე რამდენიმე წუთია რაც გაიხსნა რეჟისორ გიორგი თავარდქილაძის სასამართლო პროცესი. პროევროპული აქციების პირველივე დღიდან აქტიური მონაწილე რეჟისორი ელვის რომ როგორც მისი თანამებრძოლები, საპროტესტო აქციის მონაწილეები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები პირბადის ტარებისა თუ გზის გადაკეტვის გამო დააკავეს და ციხეში გაუჩეს მოსამართლეებმა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეც დღეს მის საქმესთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენოთ, რომ პროევროპული აქციების მონაწილე რეჟისორი გიორგი თავარდქილაძე 2 დღის წინ საპროტესტო აქციაზე იდგა და მან დემონსტრაციულად, როგორც სოლიდარობის მისი თანამებრძოლების მიმართ, ასევე რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით დემონსტრაციულად კეტავდა ის რუსთაველს. ამის შემდეგ ის უკვე თავისი ფეხით მივიდა იქვე თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში, პრაქტიკულად ის ჩაბარდა მაშინ პოლიციას. თუმცა პოლიციელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იმ დღეს გიორგი თავარდქილაძეს უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ, დაურეკავდნენ მას შემდეგ, რაც იპოვნიდნენ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნებს. გიორგი თავარდქილაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა გუშინვე, თუმცა გადაიდო მისი სასამართლო პროცესი, რადგან ის ვერ მოახერხებდა გამოცხადებას ფიზიკურად თბილისის საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამიტომაც სულ რამდენიმე წუთში წესით უკვე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება თავარდქილაძის საქმეზე, როგორც მისი უფლებადამცველი, ასევე თავად გიორგი თავარდქილაძე ჩავწერეთ, რომელიც ყველანაირი სცენარისთვის მზაობას გამოთქვამს. მე მგონია რომ წავალ პატიმრობაზე თუ ეს ასე არ მოხდა ძალიან გამიკვირდება. ერთადერთი გზავნილი მაქვს მათთან, ვინც ამას აღასრულებს. მე აქ ვარ არა იმიტომ რომ ვემორჩილები მათ ამ წესებს და ეგრეთ წოდებულ წესებს. ესენი წესები არ არის არც კანონები, ესენი არის შეზღუდვები, რეპრესიული შეზღუდვები. მე მგონია რომ ჩვენ უნდა პირდაპირ დაუპირისპირდეთ ზუსტად ამ ფორმით და რადგან მე ასე მიმაჩნია, მე მივდივარ ამ ნაბიჯზე. ჩვენ თუ ვინმე გვარქმევს დამნაშავეს, ამის გამო დავიყოთ დამნაშავეები რა. თუ დამნაშავეა ქეთა ციცქიშვილი, ლევან ჯობავა, ანდრო ჭიჭინაძე, მაშინ მეც ვარ დამნაშავე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვემორჩილები მათ რა. მე მგონია რომ უნდა შევიდეთ ბევრნი, აი იქიდან უნდა გამოვიდეთ ერთად ტრიუმფალურად და ეს ასეც იქნება. მაგრამ პრინციპში გასაგებია რა მტკიცებულებებიც იქნება, თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ პირველ რიგში გავეცნოთ აი ამ მტკიცებულებებს, გავეცნოთ იმას რა წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმიტომ რომ უფრო დიდ სურათში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ქმედება უნდა შეფასდეს კონსტიტუციის ჭრილში და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჭრილში და არა უბრალოდ ფორმალური წესების ჭრილში, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაწერა, რომელიც საერთოდ არ არის პატივსაცემი, ვფიქრობ აი ამ კონტექსტში. და მნიშვნელოვანი უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი კონსტიტუციის ჭრილში. აი ამ ჭრილში ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება სხვა გარემოებების გამოკვლევაც, რასთან დაკავშირებითაც აუცილებლად ჩვენ გვექნება სასამართლოსთან შესაბამისი მიმართვები და შუამდგომლობები. გიორგიმ რაც გააკეთა, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი ცხადია, იმიტომ რომ დაუშვებელია ქვეყანაში იმის ნორმალიზება მოხდეს, რომ გზაზე გადასვლის გამო ადამიანებს პატიმრობა ეფარდებოდათ, ხო? შეუძლებელია ეს ნორმალიზდეს და ამას არ უნდა შეეგოს არავინ. გიორგის ეს მე ვიტყოდი პირდაპირ ძალიან გამბედავი და გმირული აქტი უნდა იყოს мотивация ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ხალხო არ შეიძლება ამაში ცხოვრება. გიორგი თავარდქილაძეს გზის გადაკეტვას ედავებიან, ეს კანონი არ არის კონსტიტუციური, ის არალეგიტიმურია, სინამდვილეში არაკანონიერია და სწორედ ამიტომაც შუამდგომლობა დაცვის მხარის იქნება შემდეგი. ისინი მიმართავენ მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავის მხრივ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და არ გამოიყენოს საფუძვლად ეს დრაკონული კანონი, რომლის საფუძველზეც ახლა გიორგი თავარდქილაძეს სავარაუდოდ, როგორც ის ამას ვარაუდობს, დაკავებას უპირებენ. აქვე შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მას შემდეგ რაც ეს ქართული ოცნების დრაკონული კანონპროექტები უკვე კანონებად იქცა და ისინი ძალაში შევიდა, მხოლოდ 3 დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მოქალაქე გაუშვა პატიმრობაში გზის გადაკეტვისა თუ პირბადის ტარების გამო.